ეხლა აქ რაღაც ახალი ამბავი გასკდა. ჩვენ გნახეთ პაატა ბურჯულაძის ყრილობაზე. მე ხა ბატონ ჯემალთან უნდა გადავსულიყავი, მაგრამ ამას ერთი წუთით და თქვენი საუბრობდით როგორც მისი პარტიის სახე. ანუ შეცვალეთ გადაწყვეტილება. იცით, მე მქონდა საუბარი თავიდან ბატონ პაატასთან და მის ერთ-ერთ თანამშრომელთან, ფაქტიურად მე არ ვიცნობდი პარტიის სხვა ლიდერებს თუ სხვა წევრებს, საღამოს იყო ეს შეხვედრა, როდესაც ჩვენ დაველაპარაკეთ, მე პაატას ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი, დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ მე რაღაცნაირად პარტიის ყრილობის შემდეგ ძალიან სწრაფად უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება, აი ხვალო ტრიბუნაზე და მეთქი არა ვხტახა ავალ იმ ტრიბუნას და ჩამოვალ. თუ რაღაცა ისეთი არ იქნება შემდგომში, ეს არ არის. ნინო, მითხარი, ვის სასარგებლოდ შეცვალე ეს გადაწყვეტილება? ვის სასარგებლოდ შეცვალე? ჩემს სასარგებლოდ შეცვალე. არა, რომელი პოლიტიკური გუნდი? ჯერ მაგაზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ ინგა ძალიან ძნელია ჩემნაირი ადამიანისთვის იყო რაღაცნაირად ჩარჩუებში. მე იქ არა, ეს მესმის, ამას არ გეკითხავ, უბრალოდ მე იმ მოვithove ინგა პროგრამა პარტიის, მეთქე რომ ვისაუბრო თქვენი სახელით, იმიტომ რომ მე მგონი არავის არ ახსოვდა იმ პარტიის წევრები ყველა დამსდებდა მე, იმიტომ რომ რაღაცა იმ წუთში ეს ბუმი იყო, ხო? და მე ყველას ესე ვთქვათ, უარი განუცხადე ინტერვიუზე, სანამ მე არ გავივლივდი ღრმად დეტალებში, მე მიყვარს ციფრები, ფაქტები, სტატისტიკა, ისტორია, დადასტურებული ყველაფერი, გაწერილი, მე ასე ვარ მიჩვეული. და რატომ გადაიფიქრე? მოვithove პროგრამა, ჩაუძექი პროგრამას, გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იმატებდა და უკვე რაღაცა დონეზე უკვე მივხვდი რომ იქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო რომლის გვერდზეც ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და მათთვისაც ალბათ არ ვიქნებოდი სასურველი პირი ჩემი ასე ვთქვათ ზედმეტად პირდაპირობით და ზედმეტად ეს რა საინტერესო სკანდალი გავხსნით პაატა ბურჯულაძის პარტიასთან დაკავშირებით და ბატონ ჯემალთან გადავალ მაგრამ მითხარი ვინ იყვნენ ის ადამიანები არა ეს სახელებს და გვარებს იქ ძალიან ბევრ ცუდად ვიმახსოვრებ ინგა სახელებს და გვარებს სახეებს კარგად ვიმახსოვრებ და ნამოქმედარებსაც კარგად ვიმახსოვრებ ამა თუ იმ ადამიანის ანუ პაატას გუნდში გაჩნდნენ ადამიანები რომლებიც გუნდში მე ჩემთვის იყო ძალიან მიუღებლები ეს მითხარი და ბატონ ჯემალთან გადავალ აბსოლუტურად რადიკალურად რო ვიცოდი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები უცებ ერთად ჩამოწყდნენ უცებ გახდნენ პარტნიორები მე არ ვარ პატარა გოგო და არ მჯერა 5 წუთის დამეგობრების და უცებ ერთმანეთის აზრების გაზიარების ეს ძალიან სერიოზული რამ მოხდა ეხა მაშასე მე ნინოსთან ისევ დაუბრუნდები ხო და იგა შესაბამისად მე მათ ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და უარს ამბობ პაატა ბურჯულაძის პარტიას ღმერთმა სულ წინ ატაროთ მინდა რომ ყველაფერი გააკეთონ კარგად და ის პროგრამა რაც მე ვნახე დახვეწონ რამენაირად და რეალობასთან დაახლოვონ და ერთი ციფრით მაინც გაამყარონ რომ არ იყოს კიდევ ერთი შემდგომი მეზღაპრე პარტია იმიტომ რომ ესე სოფელ სიარულში გავიგეთ შენ წყალი არა გაქვს ის არა გაქვს ვაი ვუი ჩაჭყაკუნება კამერებში და გადახვევა ჩაკოცნა ამ ხალხის და ნუ გავიარეთ რამდენჯერ უნდა გავიაროთ